რა უბედურება რა მოხდა? ის არ სუნთქავს, დედა არ სუნთქავს. სასტრაფოში. ჩქარა. ხაზალ სანჯაკი იმ დღეს იმ იახტაზე მოკვდა. ახლა მხოლოდ ხაზალ დემიროღლუა. არ დავეცემი, ფიცავ არ დავეცემი. ამ ბედს არ შევეგუები. ყველას გადავუხდი სამაგიეროს, ვინც ამის გადატანა მაიძულა. ჟანგველს მოუმატეთ. ანტიჰისტამინი მომეცით. გთხოვ, ვირმა, გთხოვ. ძმაო, გთხოვ, რამე გააკეთე. თუ ღმერთი გწამს რამე ქენი. პაციენტის გული გაჩერდა, პულსი და წნევა არ არის. ირმაკ. შოკურ მდგომარეობაში შედის. ეს რას ნიშნავს? ირმაკ. ადრენალინი. ირმაკ, თხოვ, თვალი გაახილე და იკო. თვალები გაახილე. ექიმო, წნევა საერთოდ დაუვარდა. ადრენალინი მოამზადე. მოითმინე, ირმაკ. მოითმინე. დეფიბრილატორი მოამზადე. ასზე დამუხტა. ზად არის. 200-ზე. არ ბრუნდება. 360. მიდი, ირმაკ, მიდი. ზად არის. მიდი. სამასამოცი. დედა რა იყო, რამოდენიმეჯერ მირეკავდი. შვილო, ტელეფონი რატომ გაქვს გამორთული? 1 საათია ვცდილობ დაგიკავშირდე. ვერ შევამჩნიე, რომ გამორთულია. რა გჭირს? ასეთი ხმა რატომ გაქვს? ხაზალ. ირმაკი ცუდად გახდა, საავადმყოფოში წაიყვანეს. რა? შენ საიდან იცი? ვიცი და მორჩა. გოგონა ძალიან ცუდად იყო, სასტრაფოში რომ მიყავდათ, არ სუნთქავდა. რომელ საავადმყოფოშია? არ ვიცი. კარგი, გათიშე და გავიგებ. მეც შემატყობინე, კარგი? კარგი. ღმერთო, იმ გოგონას დაეხმარე. შვილო. გამშვიდდი, დედა. ირმაკ, გამიშვით. სწრაფად წაიყვანეთ. ძვირფასო. შოკი აქვს, გავაცოცხლეთ. ირმაკ. დეფიბრილატორით უკან დავაბრუნეთ. ძვირფასო. ღმერთო, დაეხმარე, გთხოვ, დაეხმარე. გთხოვთ, ექიმო, გადაარჩინეთ.
თქვენთვის არ შეიძლება. ჩემი პატარა. ჩემი ანგელოზი. ძმაო, ირმაკს რა დაემართა? ძმაო, მითხარი რამე. გზაში გული გაუჩერდა. მისი ხელები ყინულივით ჰქონდა, სახე ფერმღრთალი. მოკვდა სინან. საყვარელო მოითმინე. გთხოვ ძლიერი იყავი. გთხოვ დაბრუნდი ძვირფასო. გისმენ ჰაზალ. საავადმყოფოში ვართ. აჯუნერის საავადმყოფო. დედიკო. დედიკო, ნუ ღელავ. ნუ ნერვიულობ, დედიკო, გამოჯამრთელდება. ღმერთო და მეხმარე, ან სიხარული, ან ჩემი სინდისი წაიღე. ორივეს ერთად ვერ ვატარებ. ფეხები დამებუჟა დაღლილობისაგან. იქ გაიქეცი, აქ გამოიქეცი, ის მოიტანე ხალილ, მთელი დღე მარბენინებენ. თითქოს სათამაშო ვიყო. მომესალმე მაინც ქალბატონო მელექ. რა თქმა უნდა, წითელ ხალიჩასაც დაგიფენ. რა ხარ ასეთი უსინდისო და ამპარტავანი ადამიანი? როგორ შეგიძლია კიდევ მაგათთან მუშაობა არ მესმის? მელექ დაფიქრდი რას ამბობ. როგორ მელაპარაკები? ჯერ შენაწონე შენი კაცობა და მერე ვილაპარაკოთ. შვილს მამა გონი ხარ. შენს გვარს ატარებს. თვალებს როგორ ხუჭავ და როგორ მუშაობ იმ დემი როღლუსთან. როგორ ჭამ იმას, რასაც იქ გამოიმუშავებ. მელექ, ის ჩვენი სიძეა. ჩვენი ქალიშვილის ქმარი. გამყიდველის და მყიდველის კმაყოფილები არიან. შენ რატომ ეძიები? თვითონ დემიროღლუ ხელის გულზე ატარებს. ყველაფერს აძლევენ. დიდებული ცხოვრება აქვს, მეტი რა გინდა? მითხარი რა გინდა? რას ბოდავ? ჩემს ქალიშვილს აიძულეს ასე ცხოვრება. რომელ ბედნიერებაზე ლაპარაკობ, როცა მის გვერდით ის ადამიანია, რომელიც ასე მოექცა. კარგი შეცდომა დაუშვი, ვიცი, მაგრამ მან ყველაფერი აანაზღაურა და საქორწილო კაბაში წაიყვანა. ასე რომ დაეტოვებინა, არც კენანი, არც არავინ არ წაიყვანდა. სიტყვებს მოусმინა. ჭორები რომ არ გასულიყო. მე ცოტას დავიბან, ხელები ძალიან ჭუჭყიანი მაქვს. მოიცადე, რას ნიშნავს სიტყვებს მოусმინა? მიპასუხე ხალილ. მელექ, ირმაკი შიგნით არის? თავს როგორ გზნობს? არ ვიცი. მანქანაში გული გაუჩერდა. ექიმმა გააცოცხლა. ჩემს გამო მოხდა ეს აზალ. ჩემი ბრალია. შენს გამო რატომ? შენს გვერდით ხომ ძალიან ბედნიერი და მშვიდი იყო? რა მოხდა? რა გააკეთე? რაღაცა ისეთი უთხარი, რამაც გული ატკინა? შენ აქ რას აკეთებ? დამშვიდი. როგორ დამშვიდე? გაჩერდი, დამშვიდი. ამ კაცის გამო ჩემი დაკვდება.
ირმაკია შეგნით დამშვიდი. აქ ამის ადგილი არ არის ვურალ, არც ამის დროა. სწორედ ამის დროა, თავიდანვე უნდა მომეკალი. ვურალ, საკმარისია. ჩემი ქალიშვილი ახლა სიკვდილს ებრძვის. დედა, ყველაფერი რაც ირმაკს დაემართა ნაბიჯრის ბრალია. ეს მე რამდენი შეტევა იმის მერე რაც ეს გაიცნო. იმ გოგოსთვის ეს უბედურება არ გისმის? გაჩომდი, საკმარისია, არ მაღელვებს არც თქვენი ბრძოლა, არც კომპანია, არც სიყვარული. ილოცე რო ჩემს დას არაფერი დაემართოს, თორემ ვერავინ ვერ გიშველის მეთევზე. მითხარი, თავიდანვე იცოდი ყველაფერი რაც ვურალმა გააკეთა. მელეკ გამიშვი, ღმერთმა დაგსაჯოს ღმერთმა, ასე როგორ მოეკეცი ჩემ შულს, სამარცხვინო, არარაობა. მელეკ გამიშვი, არაფერი არ ვიცი. მაშინ ასე რატომ თქვი? შენ თქვი რომ შენ სიტყვებს მოусმინე და გათხოვდა. იცოდი, თავიდანვე იცოდი რაც გააკეთა, მატყუარა ხარ. მატყუარა. გამიშვი, ქალო, გამიშვი. არ ვიცოდი, არაფერი არ ვიცოდი. იცოდი რომ ვურალმა ეს ჩაიდინა. ეყოფა, საკმარისია. ჩვენ რომ არა შენი შვილი ასე დარჩებოდა მარტო. არც კენანი მოიყვანდა ცოლად. ჩვენი წყალობით თავისი ოჯახი ყავს. ჩვენ კი მადლობას არ გვითხრეს. ღმერთმა დაგსაჯოს. გოგო, ხაზალისთვის კარგი საქმე გავაკეთეთ. დემიროღლუს სასახლის ქალბატონი გავხადეთ. დემიროღლუს სასახლის ქალბატონი? მელეკ, თქვენის გამოიყენეთ. ჩემი შვილი გამოიყენეთ. თქვენ მას სიცოცხლე დაუნგრიეთ. მელეკ გონს მოდი. ამაზე პასუხს აგებ, დაიჯები იმის გამო, რაც ჩემ შულს გაუკეთე. მელეკ გონს მოდი, რას აკეთებ? მოკლავ, პასუხს აგებ, გეფიცები, მოკლავ. მამა, რას აკეთებ? რაშია შენი პრობლემა? რა გინდა მამა ჩემისგან? საკმარისია უკვე რაც გააკეთე. რას იზამ? მომკლავ? ჰალილ წადი. ჰალილ გაეთრია ამ სახლიდან. გაეთრია და აღარ დაბრუნდე. კარგი, დამშვიდდი და მერე ვილაპარაკოთ. გაეთრიე. რაშია შენი პრობლემა? ჩემში და მამა ჩემში? ებრო, ნუ მაღიზიანებ, თავს სუდად უგრძნობ. კარგად როდის ხარ? შენი და შენი ქალიშვილის პრობლემები არასდროს არ მთავრდება. ებრო, არაფერი არ თქვა. შენ არ იცი მამა შენმა რა ჩაიდინა. მამამ ყველაფერი გააკეთა ჩვენთვის. და შენ? ჩემთვის საერთოდ იყავი დედა. იყავი დედა. ებრო, სიმართლე არ არის? ყოველთვის ჰაზალი. თითქოს ჩემთვის იყავი ოდესღაც დედა. შენი თვალები შენი პრინცესაშვილის გარდა ვერავის ხედავენ. ებრო, შვილო. შენ და ჰაზალს არასდროს გარჩევდით. შეიძლება მე არ გაგაჩინე, მაგრამ მე გაგზარდე. ის ჩემი შვილია. როგორ მეუბნებით, რომ არანაირი იმედი არ არის. ამას როგორ შევეგუები? ის ჩემი პატარაა. ის ჩემი ყველაფერია, ბატონო კორაი. ჩემს თვალწინ არის. იტანჯება. ამას ვერ მოვითმენ. ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ გადარჩეს. ყველაფერს გავაკეთებ. საზღვარგარეთ გავუშვებ. დედამიწის საუკეთესო ექიმებთან წავიყვან. ის გადარჩება. ამისთვის სიცოცხლეს დავთმობ. ქალბატონო ჯანან, თქვენი მცდელობები შეწუხების გარდა არაფერს მისცემენ ირმაკს. ავადმყოფობის ბოლო სტადიაზეა. უფლება მიეცით საყვარელ ადამიანებთან ერთად იყოს. მშვიდად გაატაროს თავისი ბოლო დღეები. არანაირი გამოსავალი არ არის, ექიმო. არანაირი მკურნალობა, არანაირი გამოსავალი.
კურნალობა რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ ეს მხოლოდ კიბილს მიაყენებს ირმაკს. დამიჯერეთ, ეს სიკვდილს არ შეაჩერებს. მაგრამ ცოტა ხანი გაძლებს. მეტი დრო გაატარეთ მასთან. ის გააკეთოს, რაც თვითონ უნდა. ექიმო, რაღაც უნდა გთხოვოთ. ამის შესახებ არავინ არ უნდა გაიგოს, ოჯახის წევრებიდანაც კი. არ მინდა რომ ვინმე მინერვიულოს. ხო, შენ გამზარდე. მაგრამ ჰაზალის ნარჩენებით გამზარდე. შენი თვალები ვერც მე, ვერც მამას ვერ ხედავენ. ახლა რა არის? რაც ჰაზალს დაემართა, ყველაფერში მამაა დამნაშავე. შენი შვილი. შენი შვილი თვითონ წავიდა ვურალის სანახავად. როცა დაინახა, რომ დიდარი კაცი მისით დაინტერესდა, კონტროლი დაკარგა. ებრო, ვერც ქენანს ხედავდნენ და ვერც ვინმე სხვას. ებრო, გაჩუმდი, შეეგუე უკვე ამას. შენმა შვილმა თავი გაყიდა ფულის გამო. ებრო. შვილო. მე ზიზღები. შენი დანახვა აღარ მინდა. ებრო. მეტს ვეღარ ვითმენ. წავალ ექიმს დაველაპარაკები. ირმაკის მდგომარეობაზე იქნებ რამე მითხრას. სად მიდიხარ ვურალ? ექიმს დაველაპარაკები, იქნებ რამე გავიგო. საჭირო აღარ არის. უკვე ველაპარაკე. რა გითხრეს, რა მოხდა? ირმაკი კარგად არის? დედა, ექიმს რა ელაპარაკე? ირმაკს რთული პერიოდი გადააქვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს. კარგი? დედა, გამოცანებით ვლაპარაკობ თქვი? ვნახავ, მის ნახვას როდის შევძლებ. ირმაკი კარგად არ არის. კარგია რომ შენ ჩემს გვერდით ხარ, ჰაზალ. თქო, არ გამეშვათ. თქო. ამ დარტყმის გამო პასუხს აგებ მელეკ. შენც. ჰაზალ. და ყველა, ვინც სერიოზულად არ აღმიქვამს. ყველა პასუხს აგებს.
მელეკ შვილო რა მოხდა? არ მკითხო დეიდა, ჯობდა მომკვდარიყავი და ეს დღე არ მენახა. რა მოხდა შვილო ამიხსენი? მე რა აგეხსნე გთხოვ? ვერ სუნთქა, უნდა დავისვენო. ცოტას გავისეირნებ. მოდი, წავიდეთ ვიაროთ. გთხოვ, ცოტა ხანი მარტო მინდა დარჩენა. ცოტა ხანი მარტო დავრჩები. ჩემი უბედური გოგონა. რისი გადატანა აღარ უწევდა. ისო ფოთლებია აქ, დილით ხომ მოვხვედე. ღმერთო ჩემო. აზიზ? გამარჯობა დეიდა. მელექის ნახვა მინდოდა. ახლა გავიდა. შესახვევთანაც არ იქნება ალბათ ჯერ მისული. რა დაგვრჩა კიდევ მასთან სალაპარაკო აზიზ? მისმინე, ისედაც ცუდად არის და შენც ნუ მოუშვი ნერვებს. აზიზ, ვის ვეუნები? სიტყვის გაგება შეუძლია ამას? რა შავი ბედი მაქვს ასეთი? ჩემი ქალიშვილიც ჩავრიე. ვერც ბედნიერება ვერ ავაშენე, ვერც იღბალი ვერ დავიჭირე. აზიზ? ჩემო სულო. ჩემო ერთადერთო. ჩემო ლამაზო, როგორ ხარ? უკეთესად, ზამიკო. ირმაკ, ძალიან შეგვაშინე. ყველაფერი წარსულს დარჩეს. მადლობა. ჩემი ღვთაება, ჩემი პრინცესა. კენანი. სად არის კენანი? გარეთ. მისი ნახვა მინდა. ირმაკ, კიდევ იმ არა ადამიანზე ლაპარაკობ დაიკო. მან მიგიყმა ამ მდგომარეობამდე. მინდა რომ კენანს დაველაპარაკო დედა. კარგი. ჩვენ გავიდეთ. დედა, რა სისულელეებს ლაპარაკობ? გავიდეთ მეთქი ვურალ. ირმაკ შენი ნახვა უნდა. კიდევ კენანის სახელს ამბობს, ჭკუიდან შევიშლები. ძმაო, გეყოფა, ნუ აგრძელებ. ჩვენი და სიკვდილს გადაურჩა. სანამ ეს ადამიანი მის გვერდით ტრიალებს, მსგავსი რაღაცების გადატანა სულ მოგვიწევს. დედა, ჭკუიდან შეიშალე, სანამ ვცდილობ რომ ირმაკ იმას დავაშორო, შენ მათ აახლოვებ. ახლა ირმაკის სურვილებზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არაფერია. არც შენ, არც კენანი, არც შენი ცოლი. ჩემი ქალიშვილი ავად არის. სანამ გამოჯამრთელდება, ყველაფერს ავუსრულებთ. ყველაფერს იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს, გასაგებია? უკეთ ხარ? ხო. რა მოხდა მელეკ?
Anlatmayacak mısın? არა მიხსნი? Niye ağlıyordun? რატომ ტიროდი? Ağlamak için o kadar იმდენი çok მიზეზი sebep var მაქვს ki. სრამლებისთვის აზიზ. Güldüğümü görürsün. ღიმილს თუ დაინახავ, მაშინ უნდა მკითხო. Ben artık gideceğim. წავალ. არ წახვიდე. Az daha dur. ცოტა ხანს დარჩი. Konuşacak şeyler var. სალაპარაკო გვაქვს. Daha iyisin değil mi? უკეთ ხარ? არა, Kötü mü hissediyorsun? თავს ცუდად გრძნობ? ექიმს უთხრა დაუძახო? Doktor hiçbir şey. ექიმი ვერაფერს გააკეთებს. გულმა დამღალა. Sıkıntı kalbimde Kenan. ქენან, Neden რატომ? ya yaptım bunu? ეს რატომ გააკეთე? Evlenelim diyen შენ მეუბნებოდი რომ sendin. შენი ხელები Tutup kolumdan ჩემი itip ხელებია. öldüren. Gün alan sendin. ის ვისაც ცოლად მოვყავდი. Madem შენ იყავი. nikah günü თუ ქორწილის დღეს vazgeçecek. უარის თქმას აპირებდი. თუ ასე აპირებდი მოქცევას. Ben özür dilerim. ბოდის გიხდი ირმაკ. Seni mutsuz არ მინდოდა რომ მობედური ყოფილიყავი. Hiçbir zaman ვერაზდროს შეგიყვარდები. Hazal gibisin ისე როგორც აზალი, ვიცი. biliyorum. Ama ben bu gerçeği ეს სიმართლე ვიცოდი და მაინც შეგიყვარე. sevdim seni. Bana verdiğin ამაზეც თანახმა ვიყავი. sadece უბრალოდ varlığınla bile შენს გვერდით მინდოდა ყოფნა. benimle oynamak ჩემით, ნუ თამაშობ ქენან. benim გრძნობებზე, ნუ თამაშობ. კარგი, საკმარისია. მოგვიანებით ვილაპარაკოთ ამაზე. iyileşene kadar ჯერ უნდა გამოჯამრთელდე. არაფერზე არ იფიქრო, სანამ არ გამოჯამრთელდები. ჩემზეც არ იფიქრო. sadece kendini საკუთარ თავზე იფიქრე ირმაკ, ხოლო ჩემს თავზე. დამპირდი. doktor არ შემიძლია. bir süre ექიმმა მითხრა რომ გული გამიჩერდა. tekrar döndürmüşler. მერე ისევ დაიწყო გულისცემა. Kalbim durmuşken bile მაშინაც კი ჩემს ფიქრებში იყავი, sen vardın. როცა გული არ მიცემდა. Ölmeye giderken მაშინაც კი როცა ვკვდებოდი და მივდიოდი. hayatını götürüp ვოცნებობდი რომ ჩემს გვერდით ყოფილიყავი. მე ben seni sevgilim. მე შენი სიყვარულის ღირსი არ ვარ ირმაკ. dediğin ჩემთვის სულ ერთია ქენან. dünyanın ყველაზე ცუდი ადამიანიც რომ იყო მთელს სამყაროზე, sana aşk როცა სიყვარულით გიყურებ, öyle masum. ისეთ სუფთას და უდანაშაულოს გხედავ.
შენც ვერ მაიძულებ, რომ შენზე უარი ვთქვა ქენანჩელები. არც გადასახადი, არც უთქმელი სიტყვები არ არის, აზიზ. არ შემიძლია. მაგრამ მე მაქვს კითხვა მელეკ. ამდენი წელი რატომ მალავდი ჩემგან ჩემს ქალიშვილს? რამდენჯერ გითხარი უკვე, აზიზ? ის შენი ქალიშვილი არ არის. საერთოდ არ შესწრილ ხარ. ისევ მალავ თვალებს, როცა იტყუები. ლოყები გიწითლდება. ხელი გამეშვი, აზიზ. არ გაგიშვებ. ერთხელ გაგიშვი და 26 წელი დავკარგე. სიყვარულის ტკივილი გადავიტანე, ქალიშვილი დავკარგე. შენი სურნელი და შენი ღიმილი ამ ირიდან აღარ გაგიშვებ. ამ წლებში მე ნუმა დანაშაულებ. შენი თავი დაადანაშაულე, შენ გაიქეცი და მიმატოვე. ეს შენ წახვედი და მიმატოვე. წერილი მოგწერე და გაქცევა შემოგთავაზე. რატომ არ მოხვედი? რატომ? რა წერილი, აზიზ? არანაირი წერილი არ მომსვლია. როგორ არ მოგსვლია? ჩემი ხელით დავწერე და გამოგიგზავნე. საზღვარგარეთ გაქცევა შემოგთავაზე და იქ დაქორწინება. გეფიცები, აზიზ? არანაირი წერილი არ მომსვლია. მაგრამ მე გელოდებოდი მელეკ. დილამდე არ წავსულ ვარ. მეგონა რომ წერილი მიიღე. რომ მიმეღო არ მოვიდოდი შენი აზრით. ყველაზე მნიშვნელოვანი იყავი ჩემს ცხოვრებაში. ჩემი გულის მფლობელი. ჩემი ბავშვის მამა, რომელიც მუცელში მყავდა. რომ გეთქვა მოკვდიო, მოკვდებოდი. მოსვლა რა მოსატანია. მელეკ, რა უბედურებაა. მხოლოდ ერთი შეცდომის გამო. ჩვენი ცხოვრება ასე დალპა. მხოლოდ ჩემი ცხოვრება დალპა, აზიზ. მარტო დავრჩი ბავშვით მუცელში. ხალილი დამეხმარა. მეც და ჩემს ბავშვსაც. ხალხის გამოცოლად გავყევი ადამიანს, რომელიც არ მიყვარდა. შენც დაქორწინდი. ორი შვილი გყავს. 3. და მხოლოდ ერთია ნამდვილი. ჰაზალი. ეჯე და ატევიშვილი. შენს მერე ცოლი არ მომიყვანია და არც ვაპირებდი, მელეკ. გულის ამოდამოდ გადავკეტე სიყვარულისთვის. ასაგებია. შენი ქალიშვილი იზამდა იმას, რაც მე გავაკეთე, ქალბატონო მელეკ. დაზგაყიდი და სიყვარულის გამო. მაგრამ მე გავაკეთე. თუ საჭირო იქნება, ისევ გავაკეთებ.
Ama sen dur. მაგრამ შენ მოიცადე. Daha sırada hakkından შენზე გეგმები geleceklerim მაქვს. var. Önce hepsini დასაწყისისთვის ყველაფერს რიგრიგობით მივხედავ. Sonra sıra sana. მერე კი შენი ჯერიც მოვა. Attığın tokadı. პასუხს აგებ ხელი რომ აწია ჩემზე. Her şeyi öğrendim. შენ ყველაფერი გაიგე მელეკ. Bende olan bir მეც ძალიან მეწყინა. bir hiç yüzüm. არაფრის გამო 26 წელი დავკარგეთ. Kızımızı da. და ქალიშვილიც. Bundan sonra kaybettik. ამის მერე ჩვენი დანაკარგი უნდა შევაჩეროთ. Birlikte. ერთად. Ne diyeyim Aziz? რა გითხრა აზის? 26 26 წელი გავიდა. ömür geçti. სიცოცხლე გავიდა. Gerçekleri bilmeni. რა სარგებელია იმისგან რომ სიმართლე გავიგეთ. Kaybettiklerimiz geri gelecek. დავიბრუნებთ იმას რაც დავკარგეთ. Bundan sonra söylemek იმ için ყველაფრის მერე ძალიან დავაგვიანეთ იმისთვის რომ ერთად ვიყოთ. çok geç kalmışız. ძალიან დავაგვიანეთ. Ben seni hala... მე დღემდე მიყვარხარ. ამას ფასი არა აქვს. Bundan bir önemi yok. მითხარი. Demek beni hala ესე იგი დღემდე გიყვარვარ? Nefes. ბოლო ამოსუნთქომდე. Kalbim. ბოლო გულის სემამდე. Sevdanın ეს ateşi. სიყვარული არ გაქრება გულიდან. Beni seviyorsan თუ გიყვარვარ, bir daha karşıma çık. აღარ დამენახო აზის. Kızımdan da ჩემგან და ჩემი ქალიშვილისგან benden de uzak. თავი შორს დაიჭირე. Hayatımızı alt üst. ჩვენს ცხოვრებას ნუ დაღუპავ. Hepimiz için en ეს ყველა ჩვენთაგანისთვის სწორი საქციელი იქნება. Hoş geldin abi. მობრძანდი აჰმედ. მადლობა ებრო. Telefonda sesin çok... ტელეფონში შენი ხმა მოწყენილი მეჩვენა. Sen ტიროდი. ağladın mı yoksa? Canım çok sıkkın. ძალიან ცუდად ვარ აჰმედ. O yüzden çağırdım. ამიტომ seni. დაგიძახე, Zaten belki რომ dertleşiriz ვილაპარაკოთ და biraz. ერთმანეთს პრობლემები გავუზიაროთ. Senin canın. ვინ გაწყენინა? O იმ ტიპმა? სინანმა? Yo onunla alakası. არა, ის არაფერ შუაშია. კარგი. Melek დედა annemle მელეკთან tartıştık. ვიკამათე. hayırdır? მოიცა რა მოხდა? Dışarıda konuşalım. გარეთ ვილაპარაკოთ. Bana აქ bastı, ყველაფერი biraz მაწვება. böyle Üstüme geliyor. Tamam. კარგი, ვილაპარაკოთ. Çantamı alayım. ჩანთას ავიღებ. Bu adam resmen ırmak. ის კაცი მართლაც მეთამაშება. მაგრამ ამას ასე არ დავტოვებ. Vural tamam mı? ვურალ საკმარისია. Irmak bir iyileşsin. ირმაკი გამოჯამრთელდეს და მერე ილაპარაკეთ ყველაფერზე. Anneni dinle biraz. დედას დაუჯერე. Sana kim haber ვინ შეგატყობინა? Kenan mı? კენანმა? Ne alakası var? რა შუაშია? Annem aradı. დედამ დამირეკა. Ona Kenan haber vermiş. კენანმა დაურეკა albათ. Annen oradaydı. დედა შენი ისედაც იქ იყო. Anlamadım. ვერ გავიგე რას ნიშნავს დედა იქ იყო. Nikah dairesi. ქორწილში? ო, Onları gördüğümde როცა ისინი ვნახე, დედა შენიც კენანის გვერდით იყო. o bu halde görünce არ ვიცოდი რა მექნა ჰაზალ. böyle gelinlikler საქორწილო კაბაში. Kenan'ın kollarında უგონოდ იყო კენანის ხელებში.
სერიალს წარმოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. გახმოვანებული აჭარა ნეტკომის მიერ. სად ხარ ძმაო? ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვა შემოლომო, სახლში მივდივარ. კარგი ძმაო, მიდი და მეც მოვალ, უნდა ვილაპარაკოთ. Tamam. კარგი, გავიგე. Eyvallah. მადლობა. Usta ოსტატო, biraz hızlı gitmiyor. ცოტას ხომ მარჩქარობ. 26 იმის გამო რომ 26 წელი ხელიდან გაუშვი. yavaş bile. ეს კიდევ ნელა კაფეს. Ece'den bir haber var. ეჯესგან არის რამე ახალი? არა. Oh, შენი მეგობრის ქალიშვილს რა ერქვა? ხანდე. canı sıkıldı. ცუდად რომ არის, მასთან მიდის. კითხე მას. Aradım usta aradım. დაურეკე. Şimdi onunla konuştum. დაურეკე ოსტატო. ცოტა ხნის წინ ველაპარაკე. Dert bir değil ki. როგორ მოაგვარებ ამ საქმეებს აზის ტოპრაკ? როგორ მოაგვარებ ამ საქმეებს? Nasıl çözeceğim? არც კი ვიცი. Afiyet olsun. გემრიელად მიირთვით. Buyur beraber. მობრძანდი, ერთად დავსხდეთ სუფრასთან. Geldik Kiran. მობრძანდი. Vallahi. მადლობა ძმაო. Hiç bakma öyle. ასე ნუ მიყურებ კაფეს. Bu ეს çok güzel. ძალიან ლამაზია Çok da pahalı. და ძვირიც. Şey, სიმართლე გითხრა. aslında ben დიდი ხანია ნაყიდი მაქვს, მაგრამ ამის დრო მხოლოდ ახლა vermek მოვიდა. şimdi kısmet oldu. Taksana. გამიკეთე. კარგი. Çok teşekkür ederim. დიდი მადლობა აჰმედ. Yakıştı mı? მიხდება? Çok, ძალიან, çok yakıştı. ძალიან გიხდება. Şu halimize bak. ჩვენს მდგომარეობას შეხედე. Bir zamanlar აჰმედი, რომელსაც ადრე ფული არ ქონდა ჩაის გადასახდელად, şimdi İstanbul'un ახლა en სტამბულის lüks ერთ-ერთ restoranlarında საუკეთესო რესტორანში ვახშმობს. Neyse şey, ო, და რა მოხდა შენსა და დედა მელექს შორის? მოყოლას აპირებდი. Ne olacak işte? რა უნდა იყოს? Sonuçta üvey. ბოლოს და ბოლოს დედინაცვალია. Parasını benden ყოველთვის ჩემზე იყრის ჯავს. ასე ნუ ამბობ ებრუ. დედა მელექი ამის გამკეთებელი არ არის. შენ და ხაზალს ერთმანეთისგან არასდროს არ გარჩევდათ. Sen bir de bana sor. აბა მე მკითხე. Varsa yoksa Hazal. ყოველთვის ჰაზალზე ფიქრობს. Onun Kenan'ı terk etmesi. მე და მამას გოდანაშაულებს იმაში, რომ კენანს დაშორდა და ბურალს გაყვაცოლად. iyi de კარგი, მაგრამ sizle ne alakası თქვენ ეს var? როგორ გეხებათ? Ne bileyim ben. არ ვიცი. Eziyet etmek için. მე საიდან დავიცოდე?
Ahmet, Ahmet, siz onun gerçek yüzünü თქვენ მისი bilmiyorsunuz. ნამდვილი სახე არ იცით. Ben bıktım დავიღალე artık. უკვე. დავიღალე. Melek Hanım ქალბატონი kızım toz მელექი oldu ama ციცქნა მტვერსაც არ მისცემს უფლებას ხაზალს რომ შეეხოს. Hazal მაგრამ მე güzel თავიდანვე bir ვიცოდი sefer სიმართლე. Çocuk ხაზალი olmadan ყოველთვის beri სიმდიდრეზე ოცნებობდა. ბავშვობიდან ამბობდა რომ დიდრული ცხოვრებით იცხოვრებდა. buralı görünce de ვურალი რომ kafasına დაინახა, მაშინვე თავისთვის ჩაინიშნა. benim suçum ne? მე რაში ვარ დამნაშავე? Ya კარგი, tamam. კარგი, ნუბრაზდები. Üzülme artık. Çok iyisin abi. ძალიან კარგი ხარ, აჰმედ. Çok sağ ol. დიდი მადლობა.